თუ არ იცი ვინ ვარ მე, მაშინ გამარჯობა, ჩემი სახელია მიკა და უბრალოდ მინდა რომ იუთუბერი გავხდე. გულახდილი ვიქნები და გეტყვით რომ ცხოვრების განმავლობაში პირველად მოვიკრიბე ძალა რომ ჩემი YouTube არხი დამეწყო. სამწუხაროდ თუ საბინიეროდ იმ ადამიანების რიგში შევდივარ, რომლებიც ძალიან ბევრს ფიქრობენ, განიხილავენ იდეის ყველა შესაძლო სცენარს და ალტერნატივას, თუმცა პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ყოველთვის პოულობდი მიზეზს, რის გამოც არ ვიწყებდი. კაი რა, სისულელე აზრია გეუბნები. მერე გადავხედე უკვე წარმატებული ადამიანების პირველ ნაბიჯებს და ერთ რამეს მივხვდი. როგორც დაიწყეს, აი ეგრე რომ არ დაეწყოთ, ვერ მიაღწევდნენ იმას, რასაც დღეს მიაღწიეს. ასეთი ბევრი მაგალითია. არ ვიცი საიდან დავიწყო, მაგრამ პრობლემაც იმაშია, რომ თუ არ დავიწყე, ვერც მეწოდინება საიდან დავიწყო. ოდესღაც ერთ ძენს უთქვამს, თუ არ იცი რით დაიწყო, დაიწყე, გზაში მიხვდები. ხო და ვიწყებ. იმის გასაგებად თუ რა კონტენტი მაინტერესებს, ამისთვის დაფიქრება და მოქმედებაა საჭირო. ამიტომ ჯერ დავფიქრდი და მერე ვიმოქმედე. ავდექი და პირდაპირ ვკითხე GPT-ს, რომელი არის ტოპ YouTube კონტენტი. აქედან კი 11 ძირითადი კონტენტი ავარჩიე. ესენია ვლოგი, ტუტორიალი, ბორდ გეიმი, ვიდეო თამაშები, ინტერვიუ, unboxing-ი, რეაქცია, მოგზაურობა, საჭმელი, ჩელენჯი და პრენკი. ალბათ მკითხავთ, რატომ ავარჩიე 11 და არა 10. რაზეც გიპასუხებთ. წარმოდგენა არ მაქვს. და მომდევნო 11 ვიდეოს განმავლობაში გადავიღებ ერთმანეთისგან განსხვავებულ YouTube ვიდეოებს. ვიდეო კონტენტს. და მომდევნო 11 ვიდეოს განმავლობაში გადავიღებ 11 ერთმანეთისგან განსხვავებულ. ავეწამე ახლიდან რა. და მომდევნო 11 ვიდეოს განმავლობაში მე გადავიღებ 11 ერთმანეთისგან განსხვავებულ და მომდევნო 11 ორჯერ არ ვამბობ. ორჯერ ამბობ. უნდა ვთქვა ხო? და მომდევნო 11 ვიდეოს განმავლობაში მე გადავიღებ 11 ერთმანეთისგან განსხვავებულ ვიდეო კონტენტს. ბრავო. ეს არის ჩემი პირველი YouTube ვიდეო და მოხარული ვიქნები თუ ამ YouTube მოგზაურობაში ჩემთან ერთად იქნები. ხოლო შენი უკავშირი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ აუცილებლად მითხარი რა მოგეწონა, რა არ მოგეწონა და რას ისურვებდი უკეთესად. ხო და მოდი ერთად ვნახოთ, როგორ გავართმევ თავს ამ გამოწვევებს. დავიწყეთ.